ჩვენ ცოტა ხნის წინ გქონდა მცდელობა, რომ პასუხი ამ თემებზე და ამ კითხვებზე მიგვეღო საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლისგან. პარლამენტში იმყოფება მინისტრის მოადგილე ვლადიმერ კონსტანტინიდი, რომელსაც დავუსვით კითხვა, რა ტიპის პასუხისმგებლობას გრძნობს ქართული ოცნება, რომლის განცხადებებსაც რუსეთი ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის საწინააღმდეგოდ მოთხოვნების წამოსაყენებლად იყენებს, თუმცა მინისტრის მოადგილისგან პასუხი ჩვენ ვერ მივიღეთ, მან არ გვიპასუხა ამ კითხვაზე. ამ ეტაპზე გვაქვს შალვა პაპუაშვილის განცხადება. ქართული ოცნების ლიდერი ამბობს, რომ და მისი განცხადება ცხადყოფს, რომ ქართული ოცნებისთვის არც თუ უსიამოვნო იყო მათი განცხადებების ციტირება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ. პირიქით პაპუაშვილი ამბობს, რომ კარგია თუ კი რუსეთი ხედავს, რომ ქართულ ოცნებას აქვს ოკუპირებულ აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან შემრიგებლური პოზიცია და შესაბამისად არ მიიჩნევს ქართული ოცნება, რომ მათმა ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა ეროვნული ინტერესები დააზიანა, როცა გაახმოვანა ბოდიშის მოხდის იდეა და როცა გააკეთა ის განცხადებები, რომელსაც ივანიშვილის შემდეგ აკეთებდნენ უკვე პარლამენტში, მათ შორის ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით. რაც შეეხება დემარკაციის მოთხოვნას, დღეს პაპუაშვილი ამბობს, რომ ერთის მხრივ ეს არის სისულელე, თუმცა მეორეს მხრივ ასევე არის საინტერესო, რომ დემარკაციის მოთხოვნა არ არის პირველი მოთხოვნა რუსეთის მხრიდან და ეს მოთხოვნა განსაკუთრებით რუსეთის მიერ ეყრდნობა სწორედ ქართული ოცნების განცხადებებს, მაგრამ ამაში პრობლემა დღეს ქართულმა ოცნებამ ვერ დაინახა. საინტერესოა ასევე ქართული ოცნების პასუხები, რამდენად არის მათი პოლიტიკა პრაგმატული იმ ფონზე, როცა მათ შორის ამ თემაზე განსაკუთრებით მწვავე რეაქცია არ ჰქონიათ უკვე ევროპელ მხარდამჭერებს, მას შემდეგ რაც ჟენევის მოლაპარაკების შემდეგ გაავრცელა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ამ შინაარსის განცხადება. რუსეთი იყენებს ქართული ოცნების განცხადებებს დემარკაციის მოსათხოვად. ბატონო ვლადიმერ, ხედავთ თუ არა ქართული ოცნების პასუხისმგებლობას? არ მგონია მე რუსეთის ხელისუფლება თავის პოლიტიკას ასე ვიწროთ ჩვენს განცხადებებს ამყარებდეს. ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დივნის მხრიდან ითქვა, რომ ეს ომი სიამოვნებაში არის პროქსი ომი, ანუ მარიონეტის ხელით წარმოებული ომი ამერიკასა და რუსეთს შორის. ეს თქვა გუშინ სახელმწიფო მდივანმა რუბიომ. აი ჩვენთანაც ვიღაცას უნდა და ჩვენ პროქსები ყოფილიყავით. მათ შორის აი იმ ქვეყნებს, რომლებიც დღეს ცდილობენ, რომ საქართველოს კანონიერი ხელისუფლება შეცვალონ, მოიყვანონ თავისი მარიონეტები, რომლებიც მათ ჭკუაზე დადიოდნენ სააკაშვილის დროს, ეტყოდნენ, რომ გაამწვავებდნენ მდგომარეობას რუსეთთან. ჩვენ მათ შორის სახელმწიფო მინისტრის პოზიცია გვაქვს შერიგებასთან დაკავშირებით, რაც შეეხება ჩვენს ოს და აფხაზ თანამოქალაქეებს. ამიტომ კარგია თუ ამას რუს არ ვიცი ეს არ მინახავს, მაგრამ თუ ამას რუსეთის ხელისუფლება ხედავს ის, რომ მნიშვნელოვანი არის ჩვენს თანამოქალაქეებთან, ოს და აფხაზ თანამოქალაქეებთან ერთად საზოგადოებრივი შერიგების და გამთრენების პროცესი კარგია, პირველი, მეორე ნაწილსაც შეეხება დემოკრატიას, ეს რა თქმა უნდა სისულელეა. ჯერჯერობით სხვა განცხადებები ქართული ოცნების მხრიდან არ გაკეთებულა. ჩვენ ვცდილობთ, რომ მათი პასუხები მოვისმინოთ სწორედ ამ თემაზე, რატომ ფიქრობენ, რომ ისინი არ აზიანებენ ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს, როცა მათი განცხადებებია რუსეთის მხრიდან არგუმენტებად გამოყენებული იმისთვის, რომ მათ საქართველოსგან მოითხოვონ ოკუპირებული ტერიტორიების საზღვრების დემარკაცია. ასეთი მოთხოვნა რამდენჯერმე გახმოვანდა და ამჯერადაც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ჟენევის მოლაპარაკების ბოლო რაუნდის შემდეგ ამბობს, რომ ქართული ოცნების შემრიგებლური პოზიციაზე დაყრდნობით საქართველოს ახლა შეუძლია, რომ ეგრეთ წოდებული საზღვრების დემარკაცია მოახდინოს და ამ განცხადებაში ასევე არა ქართული ოცნება, არამედ ოპოზიციაა გაკრიტიკებული იმის გამო, რომ ისინი პედალირებენ საქართველოს ნატოში გაწევრიანების საკითხს. თუმცა როგორც მოისმინეთ, ქართული ოცნებისთვის განსაკუთრებულ პრობლემას ეს თემა ამ ეტაპზე არ წარმოადგენს.